ქართველების მიერ ტყვედაყვანილი თალიბები ქართული სამხედროების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია ჰელმანდის პროვინციაში. თალიბების ჯგუფი, რომელთა თავდასხმას კაპრალი მინდია აბაშიძე შეეწირა, განადგურებულია. ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ჰელმანდში განლაგებულ 32 ბატალიონზე თალიბების მორიგი თავდასხმა ჯარისკაცების პატრულირებისას მოხდა. საბოლოოდ კი ქართული ქვედანაყოფის ოპერაცია ასეთი შედეგით დასრულდა. ლიკვიდირებული და ტყვედაყვანილი თალიბები და არც ერთი დაჭრილი ან დაღუპული ქართველი სამხედრო. ქართული სამხედროების წარმატებული სპეცოპერაციის დეტალებზე ჩვენი სამხედრო კორესპონდენტი გიორგი ცხვითავა ისაუბრებს. გიორგი, იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვიყვე ქართველების და თალიბების ამ ბოლო შეტაკების შესახებ და რამდენად პერმანენტული ხასიათი აქვს ასეთ თავდასხმებს. ნათია, დავიწყოთ იმით, რომ პერმანენტული ხასიათი ქონდა თალებთა სწორედ აი ამ ჯგუფის მიერ ქართულ სამხედროებზე შეტევას, კონკრეტულად 32 ბატალიონზე და არანაირი დაჭრილი, არანაირი მსხვერპლი ქართულ მხარეს არ განუცდია, რაც შეეხება უშუალოდ ოპერაციის დეტალებს. 32 ბატალიონის ჯარისკაცები ტრადიციულად გასულები იყვნენ კონვოირებაზე, ტრადიციულად ჯავშან მანქანებით, რა დროსაც ისინი მოხვდნენ ჩასაფრებაში თალებთა ჯგუფის მიერ. ჩასაფრების დროს მოხერხდა თალებთა გარკვეული ჯგუფის განადგურება, დანარჩენი კი ტყვეთ იქნა აყვანილი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ლაშა ბერიძე. ჩვენთან საუბარში დეტალებს კიდევ უფრო ავრცელებს. და საამაყოთ უნდა ითქვას, რომ ქართველმა მებრძოლებმა 32 ბატალიონის მებრძოლებმა წარმატებით მოიგერეს შეტევა, გაანადგურეს მოწინააღმდეგე, ნაწილი ტყვეთ აიყვანეს, ხოლო რაც შეეხება ქართულ სამხედრო-მოსამსახურეებს, ყველა ჯანმრთელად მშვიდობით აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას. ნათია, ეს ტრადიციულად კვლავ არის ქართული სამხედროების ანგარიშზე კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია. ალბათ ეს ოპერაცია უკვე საქართველოს ჩაითვლება იგივე ნატოს მინისტერიალის დროს, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი. მადლობა გიორგი ცხვითავა გვიყვებოდა ჰელმანდის პროვინციაში ქართული სამხედროების მიერ ჩატარებულ წარმატებულ ოპერაციაზე.